ახლა და ეხლა ყავს არაჩვეულებრივი სტუმრები და ძალიან საინტერესო თემაზე გადავდივართ. სიახლეა ჩვენთვის, ჩვენი მაყურებლისთვის, დღეიდან 23 თებერვლიდან რუსთავი 2-ის ეთერში ახალი ქართული სერიალი იწყება რუსთავი თბილისი. ეს რუსთავი თბილისი ძალიან საინტერესოა და აი ამ სათაურზე მე აუცილებლად ვისაუბრებ ჩვენ სტუმრებთან. ლაშა ნოზაძის მრავალსერიანი დრამა, რომელსაც ყოველ დღე 23 საათზე ვნახავთ ჩვენს ეთერში. ლევან, ძალიან საინტერესოა ის პრიზმა, რომელიც ამ სერიალის ავტორებმა შემოგთავაზეს, ის ერთი ოჯახის ამბავს გვიყვება და ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებს ეხება, როგორიცაა თაობებს შორის გაუცხოება, ერთ ოჯახში ემიგრაცია, ლუდომანია, სექსუალური შევიწროებაც კი. სწორედ აი ამ ქარგაში ვნახავთ ამ ამბავს და სწორედ სერიალის რეჟისორი ლაშა ნოზაძე და მსახიობი ნინი ციხელაშვილი არიან ჩვენი სტუმრები. აი აგერ არიან ისინი და ბატონებო, მე უნდა დაგტოვოთ, წავედი. ამ არაჩვეულებრივ ადამიანებთან. სხვათა შორის, ლაშა დებიუტი მაქვს, იცი დღეს ესე. პირველად გადმოვიდივარ სტუმრებთან, უნდა ვესაუბრო. რატო ჩამაგდეთ ამ მდგომარეობაში, ბავშვებო? დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. სხვათა შორის შუა დღე უნდა აღვნიშნოთ ჩვენს პროდიუსერებთან ერთად ყოველთვის საუბრობდით რომ რა კარგი იქნება ჩვენს არხს რუსთავი 2-ს რაღაცა ჩვენი სერიალი კონდეს, რომლითაც ვიამაყებთ, რაღაცა მაყურებელი უყურებს, საინტერესო იქნება და მე მიხარია რომ ამ წამოწყებაში, ასე ვთქვათ, თქვენი როლია და თქვენ ხართ ამისი, ასე ვთქვათ, საძირკვლის შამგდები ჩვენს ტელევიზიაში. ახლა მე მინდა გკითხოთ ერთი რამე, მე იქ ვთქვი, ეს რუსთავი თბილისი რა არის? რატო ქვია ამ სერიალს რუსთავი თბილისი? ჯერ მადლობა იმისთვის, რომ დღის შუქი თქვენთან ნახა ჩვენ. გაიხარე. სერიალმა და ჩვენმა ნაშრომმა გულით შექმნა, რაც თავარია და რუსთავი თბილისი, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება ასეთია, ეს ორი ქალაქი იმდენად მიმულია ერთმანეთზე და იმხელა ურთიერთობები აქვს, ისეთი თბილი, საინტერესო და ფაქტიურად რუსთავი როგორც პატარა ქალაქი, რომლის მთლიან ესე ვთქვათ, ძალას თბილისი მოიხმარს, თუ პირიქით აქედან ეს პატარა ქალაქი ჩადის დიდ ქალაქში და იმ ძალას მოიხმარს, ამ ცხოვრებით ცხოვრობთ და ფაქტიურად გადამულები ვართ ერთმანეთზე და ამ ისტორიის ამას ვნახავთ. ესე იგი რეალური ამბები გაქვს მოყოლილი, მხატვრული გაფერადებით, სხვათა შორის სანამ შემდეგ კითხვას დავსვა, მე პირდაპირ მაინტერესებს ახლა მუსიკალური გაფორმება შენი ხელუურევია ამ ყველაფერში? რა თქმა უნდა, ხო? ჩვენი და ჩვენი მეგობრების კიდე არაერთ ჯგუფს ვნახავთ როგორც მონაწილეს ამავდროულად საუნდტრეკების სახითაც. კი, მე მაყურებელს შევახსენებ, რა შეგხსენება უნდა, ეხლა რეგიონის ჯგუფ რეგიონის სოლისტი, ჩვენი ძვირფასი ლაშა ნოზაძე. ნინი, ეხლა თქვენი ამბავი მაინტერესებს. თქვენ პროფესიით მსახიობი ხართ? არა, მე არ ვარ პროფესიით მსახიობი. აი რა საინტერესოა, აი ესეთი ადამიანი მოხდება ხოლმე. ამაში პროფესია მაქვს, მე თვითონ ვეძებ მსახიობებს. თქვენ თვითონ ვეძებ მსახიობებს. მაგარ სიტყვას. ხო და მივედი, შეხვედრაზე როცა მივედი ლაშასთან, მივედი რომ უკეთ უნდა გავცნობილიყავი პროექტს და პერსონაჟები გაგვეენხილა, ისე ვთქვათ და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ მთავარ როლზე აღმოჩნდი მე. და აღარავინ აღარ განიხილეს. და ესე დანა ეგ ძალიან საინტერესო და კარგია რომ ასე მოხდა, მაგრამ ახლა დანარჩენ მსახიობებს ხო თქვენ არჩევთ? კი. მოგვიყევით ამ შერჩევის როგორი კასტი შედგა, ასე ვთქვათ, როგორი მსახიობები არიან, რა ხდებოდა, რაღაცები მოგვიყევით. აბა შინაური კულისური ამბები გვინდა რა. ესე იგი, მსახიობებს რაც შეეხება, ლაშამ ძალიან დიდი წვლილი მიიღო მაგ ყველაფერში და ერთობლივად შევკარით ჯგუფი მსახიობების. ძირითადად მსახიობები არიან რუსთავიდან, რომ უფრო მეტად, ისე რომ ვთქვათ, ავთენტური ყოფილიყო ეს ყველაფერი. რეჟისორი რუსთავიდან ხო არ არის შევთქვათ? რეჟისორი რუსთავი გასაგებია. არაჩვეულებრივი გუნდი შეიკრა, არაჩვეულებრივი მსახიობებით მართლა. ძალიან დიდი ოჯახური გარემო გქონდა, ეს არ იყო გადაღება, აი როგორ გითხრათ. ესე გქონდა ჩანაფიქრი, რომ ყოფილიყავით ოჯახი და ოჯახური იმით მივდგომოდით ამ ყველაფერს და არა რაღაცნაირად როგორც ძირითადად გადაღებებზე ხდება ხოლმე რა. ხო, მოვიდა წავიდა არა, ძალიან დიდი კარგი თბილი, მეგობრული დამოკიდებულება გქონდა ერთმანეთის მიმართ, რამაც მგონია რომ განაპირობა
ის რასაც მაყურებელი ნახავს და იგრძნობა თვითონ სერიალშიც ეს ყველაფერი. დღეს არის პრემიერა. სხვათა შორის ეს არხიც რუსთავიდან არის ლაშა. და ეს არის ყველაზე დიდად ძალიან ნიშანდობლივია. სახლში ვარ ფაქტობრივად. დღეს გვექნება პრემიერა. 23 საათზე შევახსენებ მაყურებელს. ახლა რა აიმის გადასაღებად რა ზორ დაგჭირდათ და როგორ იმუშავეთ აი სამუშაო პროცესზე რომ როგორც ნინიმ თქვა შრომა იყო ბედნიერი და საოცარი, ანუ ხო რო გლის და აღარ გინდა. აქ პირიქით იყო და ჩვენი ქალაქი რუსთავს გულის თვითონ პავილიონი, ყველა ქუჩა გადასაღებია მე თუ მკითხავ და ყველა ადგილი რაღაცნაირად ხელს გიწყობს რომ მაშინ ეს კინოსიცოცხლე წამოიწყო. აკვებიან, ყველა ხელს შეგიწყობს. არ წააწყდები არანაირ პრობლემას იქ. პირიქით ბედნიერია ის ქუჩა, სადაც რაღაც ხდება რომ ერთვება მთელი სამეზობლო იქნება ეს თუ სამეგობრო და მოკლედ რო თქვით რომ კინოს ვიწყებთ, კინოს ვიღებთ, კინოს იმიტომ ვეძახით ამ კინო წარმოებას რამხელა რაღაცეები და საშუალებებზე კი ვიცით, მაგრამ კამერების ესე ვთქვათ იმაზე კი არ გვაქვს რომ უფრო ძვირიანი თუ უფრო აქ არის მიდგომაზე. თუ კინო ხერხებით ვიღებთ, კინო ხერხებით ძნელია გადაღება და მეტ დროსით. თუ ვიღებთ იმის ხარჯზე რომ ლესვაში ამოვა. ხო, ჩვენ გადავიღეთ კინოს ხერხებით და ნუ ველოდებოდით ამინდიდან დაწყებული, ნუ ღვთისწყალობით დაწყებული, ამინდის დაქვემდებარებით, ყველაფერს მნიშვნელობა ჰქონდა და ადამიანებს რაც თავარია რომ არ დაღლილიყვნენ რა, არ გადამწვარიყვნენ. ოვერთაიმი ვიცით რა არის ხო, რო თქვა. კი, რა თქმა უნდა. იმას ითხოვს. ხდება ხოლმე ხანდახანად. ეს ყველაფერი გამორთული იყო ჩვენთან, რომ ნუ ვიწყებთ და მოვრჩებით, ესე ვთქვით და ნუ 2 თვე წაიღო დაახლოებით. ხო, 2-3. გადაღებების პერიოდში, მაგრამ მომზადებამ წაიღო მეტი. ესე იგი მოემზადეთ კარგად შეიძლება და ძალიან კარგი. მე მგონი სწორი მიდგომაა, როცა კარგად მომზადებული იწყებს საქმეს. ზოგიერთი ჯერ იწყებს საქმეს და მე ემზადება. აი იქვე რომ უთხრათ, ამას ამბობ, დავიღუპეთ სულ ყველა. ეს სამაგიდო სამუშაო იქნება თუ ადგილის წინასწარ ლოკაციების შესწავლა თუ ამინდის თუ კიდევ ვინ გაივლის იქ და თავის რეგულაციებით ხო ყველაფერი უნდა დავიცვათ და აი ამ მეთოდით წავედით რა და ძალიან კარგი. ძალიან დაგვეხმარა ჩვენი სცენარისტი მარიამ ბექაური. ხო, ნუ მარიამ ბექაური არაჩვეულებრივი სცენარისტია. მივედით აზრით და წამოვედით სცენარით. ძალიან გვიმარტივებდა თვითონ ჩვენ არაპროფესიონალ მსახიობებს თამაშს იმდენად კარგად იყო პერსონაჟები აღწერილი და მაგან ძალიან დიდი როლი ითამაშა ესე რომ. ძალიან რომ აუხსენოთ აქ არ გვინდოდა რომ რაღაც ფაბრიკული სახე ქონოდა რომ აი ამ დროში on time გამოგვეშვა რა და ტექსტი აქ მოხდა ესე რომ პირიქით იქით გეკითხებოდა რა რომ თქვა ეს ქუჩის ხალხი როგორ ლაპარაკობს, მდელი როგორ ლაპარაკობს. ერთად მუშაობდით. ეხლა სანამ დავამთავრებთ ერთი რამე მინდა გკითხოთ რომ მალე ვთქვა ეს ამბავი მაყურებელი ელოდება დღეს სერიალს. რა არის სათქმელი ამ სერიალის და დიდი მადლობა რომ მოხვედით მე მეგზავნა. აი რა არის სათქმელი ამ სერიალის? ამ სერიალის სათქმელი არის ის რომ ნებისმიერ დროში ნებისმიერი ოჯახები არიან იმისთვის მოვლინებული ამ მიწაზე, რომ იცხოვრონ, იყვნენ ბედნიერები და იმ პრობლემებს, რომლებიც ესე გვაყრია ღრუბელივით თავზე გაუმკლავდნენ. ეს არის ცხოვრება, სარკეს ვუყურებთ. წარმატებები. დიდი მადლობა. სასიამოვნოა, დიდი მადლობა რომ მოხვედით და მე მაყურებელს შევახსენებ რომ დღეს 23 საათზე რუსთავის ეთერში გველოდება დიდი პრემიერა. დიდ წარმატებას გისურვებთ, რამდენ ადამიანს უოცნებია რომ საკუთარი ქალაქი კინოკადრებად ექცია და მიხარია რომ თქვენ აგისურვებთ ეს ოცნება და ველოდებით უკვე დღეს საღამოს დიდ პრემიერას ჩვენს ეთერში.